დღეს ჩვენ Google Maps-ის ყველაზე უცნაურ და იდუმალ ადგილებს გამოვივლავთ. ჩვენ ვიპოვეთ ამოუცნობი ნანგრევები დათვის ტყეში. მიტოვებული კინოთეატრი და კიდევ უამრავი უცნაური ადგილი. ასე რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, რათა არაფერი გამოგრჩეთ. შემოვედით ერთი სიტყვით და საინტერესო ადგილია საკმაოდ. ნახე რა ვიპოვე შეგა. აბა, ძველი ლენდა არის. ესეთი კიდე ფილმია ზედ, ხო? აჰა, აი ეს ენის ნახე. ამას არც არის არაფერი. ამაზეც აღარ ეტყობა. ეს ძალიან ახალივით არის, აი ეს აქეთ. აქეთ გაზეთები ყრია ბევრი. და ნახე ჩანაწერები. ძველი ის არის. ტელევიზორის ყუთია, ხო, აშკარად? რაღაც ეგეთი. რაღაცა აწერია რუსულად. ხონი? კი, რუსულად აწერია. ბენდი იქნება ალბათ. ჩაიკა 280 გამიგია ეგ სხვათა შორის. ეს გამიგია, ხო. ძალიან ბევრი რაღაცაა შენარჩუნებული. აი ეს ნახე. რომელ წლიანია, აბა? 2004 წელი. ვა, მაგარი ძველია. ძალიან დაბადებულებიც არ ვიყავით ჩვენ ამ დროს. ვა. რაღაცა ჩამონგრევის პირადგილების სიარული არ გვინდა. ერთი სიტყვით შენობა დიდად შენარჩუნებული არ არის, მაგრამ ნივთები რაც აქ დაგვხვდა, ძალიან საინტერესო იყო. ბევრ მიტოვებულ ადგილში ვენახავთ ესეც. სცენარეებია წინე. ხო? ხო. არ გადასავალი არ იყოს ფრთხილად იყავ. არის. ნახე რა საინტერესოა. ეს იდეაში ადრე იყო დახურული ადგილი კინოთეატრის. ხო და იქ ასახურავის ერთი ნაწილი ალბათ გადახურული იყო. ადრე ეხა აღარც გადახურული არაფერი, ბალახები ამოსული. ეს იმხელა ადგილია, წესით ფილმები აქ გადიოდა უშუალოდ. უეჭველად კი. თეატრი აქ იყო რა. და ეხა საერთოდ რას გავს? ეს იყო საკონტროლო ოთახი ან ამე ეგეთი ალბათ. ფილმს სადაც უშვებდნენ, საიდანაც უბრალოდ. ამო მეორე მხარეს ავიდით კიბეებზე. ეხა ვარ თეთრ წყაროში, თითქმის შუა გულში ვართ. ამ ადგილისთვის წამოვედით აქ სპეციალურად. აქ აშკარად ფარდები იყო ადრე, ნახე ძონძებივით არის ეხა ჩამოკიდებული. ამ გამოშვებული რკინებთან ფრთხილად იყავი. რამე არ ჩაგვენგრეს ოღონდ რა. პირველი სართული ბევრად უფრო საინტერესო იყო მომდ. აი ეს არის სამართავი ოთახი რა. ვინდა აქ შესვლა? ჭერით ინგრევა ნახე. ჩაფილებია ჩამოცუნები. მე ესეთი თეორია მაქვს, რომ აი აქ რო ისინი არის. ღია სივრცეები, მაგეებში და პროექტორები ალბათ საიდანაც ფილმს. ხო, იგი ხას კინოთეატრებში ახლაც ეგრე არის ოთახში. აქვე ახლოს არის ტყე, ძალიან საინტერესო სახელი და ახლა მან წავალთ. ეს დარიგი საერთოდ ტყე უნდა იყოს ერთი სახელი აქვს. რომელ თუ ვენახოთ თქვენთანაც. ახლა შემოვიდით დათვების ტყეში. ეს დასახელი ტყუილა არ უნდა ერქვას. ამონა, მაგას გავიგებთ ახლა. რამოდენიმე ადგილს ვნახავთ, ვივლით ცოტა ხანი და გავიგებთ მართლა არიან თუ არა დათვები აქ. დათვები არა, მაგრამ ძაღლი მართლა არის. რო შემოდიოდით, შემოყვა და მაგის მერე დაკვება. ამას შეხედე ბიჭო. რა არის? არ ვიცი. ცემენტი შენობაა რაღაცა. ბოძია დიდი. რა, ქვემოთ შენობაც აქვს მთელი. თან ტყეში ვართ ეხა ჩვენ. აი გაუცნაური. წამოშევიდით, აბა მივახოლოთ. აი ესეთი სტრუქტურაა, ცოტა შორის ძალიან უცნაურია. განსაკუთრებით კადრში ჩანს ეხა ესეთი. შენობის ფორმა არც აქვს შენარჩუნებული. სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის დროს რისი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მაგას ვერ ხვდები. შიგნითაც რო შემოდიხარ, იგივე მდგომარეობაა. უბრალოდ ძალიან ბევრი მცენარეა ამასული და ხვლიკები არიან. აი ხა გაიქცეთ ისა. აქაურობის ისტორია არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ ვიღაცამ დათვი დაინახა. ტყუილა არ დაარქევდნენ ამ სახელს. მაგერამ როგორ მისასავ შეხედე. არ გამოჩნდება. ისე მიიღო, მაგრამ გაიქცევა. ძალიან ბევრი არიან. ნახე, კიდე ამას. ხო. კიდევ ერთი შენობა ვიპოვე და ეხლა მაგასაც ნახავთ. ოღონდ ეს ბევრად პატარაა ზომაში. ტუალეტის სტილშია მართლაც. ხო, ეგ არის. ჯუმი რა შევხვდები, იცი შუა ტყეში ტუალეტს რა უნდა? არ ვიცი. ალბათ ადრე აქ რაღაცა იყო, შეიძლება პარკით უნდას გასართობი. ხო, ტუალეტია, წავით აქ. აქ არაფერი გვესაქმება. უწუჩი გამოვა. 5-10 გამომწერზე ვაპირებთ სრული სიგიჟის გაკეთებას. თუ მაყურებლები ხართ არხის გეცოდინებათ. ამიტომ ძალიან გიხოთ რომ გამოიწეროთ და მიგვაახლოვოთ ჩვენ მიზნამდე. აქ უფრო მაღალი ჭახა. ვარ უფრო მაღალი. აი აქ ვარ, ჯერჯერობით ტარაგნები არ ჩანს. არა ისეთი ადგილია რომ თითქოს უნდა იყვნენ. ხო, სხვათა შორის ეგეთი ვიზუალი აქვს. ჩაღრმავებული არის ამ ყვამებ? არ ვიცი, ეხლა უცებ რა მოხეთქონ ანიმეებში როგორც არის. ერთი სიტყვით ეს ერთ-ერთი ისეთი ადგილია მგონი სადაც სათაური ტყუილა აწერია. ჯერჯერობით ვერაფერი ვიპოვეთ. ნახე იმ ჭიანჭველების ბუდე ვიპოვეთ. ეგ ნახე რამდენი არიან. და ეს თეთრები რა არის? არ ვიცი, მატლებს ყავს. ვერცხი მეგონა, მაგრამ არ არის აშკარად. ვაუ, რაღაცის ბუდე მაინც ვიპოვეთ. მოგეთ ყოველი ქვის ქვეშ ჭიანჭველების ბუდე. აი აქაც წეხანის ქვა ავწიე. და ძალიან ბევრი ჭიანჭველაა. თან ეს თეთრი რა არივე რომ მოყვან კვერცხები. აი ისიც აზია, იქაც იქნება ახლა. ჩემი მართლა არიან. ესე იგი, ამ ადგილს თუ ვინმე ნახავთ მერე, სახელი შეუცვალეთ. ტარაგნების ბუდის ასვლა დააწერეთ ჭიანჭველების ბუდე. ეს სიტყვით რაღაცა მაინც ვიპოვე და დრო უკვე რა შემდეგზე გადავიდეთ. შემდეგი ლოკაცია, ავარიული ხიდი.
არც თუ ისე ავარიულად გამოიყურება სხვათა შორის. ესე იგი, ხიდი არის რამდენიმე კორპუსში ერთად გასული. ნახე რამხელა ჩასავარნია. მაგიტო ანხელა მოჯერები ვინმე რო არ გადავარდეს. ნუ ცუბიძეზე ვართ ახლა და ნუ მთელი თბილისის ხედით ჩანს. ეხლა ჩვენი კამერამენი კინაღამ წაიქცა და აქ ესე ხიდე ფანჯრიდან დაინახა. ორი ქალბატონი იყო და დასცინეს მაგრად. ერთი ესა ამ ადგილის უცნაური მეგარი რო აქ რო ცხოვრობ ახლოს ამ ხიდთან ყოველდღე რო ადამიანები ჩადიმოდიან რაღაცა დისკომფორტი შემიქმნიდა მე პირადად. ფანჯრაშიც იხედებიან რა, შეიძლება ვიღაც რაღაცა დაინახო. არა ის ამბობ. ძალიან ცუდად გამოვიდა. ვიღაცის მაგალითად ტელევიზორი ნახატები და უეჭველი. ცუდად გამოვიდა. კარი იცის აქ. ბიჭო პეტრო რა შეუღოდა იცი? რაღაცა მაგაზი პეტრო ვიდეოს იყო. აი ესე ედოს უზუში ხელი. აი ესე ვთქვი და აი ესე შეიკრა ყველაფერი ერთად. ტიპი აი ესე მიღებ და წარმოვიდგინე. რამე ისე. აუ ჩაყვრიან, ხიდებს ჩაგვიკეტავენ. აქ მოკლედ დამაცადე. ისა ეცავს. აი შემდეგი ლოკაცია. არც მედი, არც ნაკლები ხე. დიდ მდელოზე ვართ ახლა და ამ მდელოს შუაში არის ერთი ძალიან დიდი ხე და ძროხები. ო, თან ძალიან ბევრი. ლამაზი ადგილია საკმაოდ, ახლა 1 საათი აღმართზე ამოვდიოდი. ესე იგი, საგურამოში ვართ ახლა, ცოტა უფრო მაღლა კიდევ. რეალურად ერთი არაფერი გამორჩეული ადგილი. მაგრამ სადაც ნაყოფი ვართ, ყველაზე მეტი შეფასება აქვს ამას. 5 წელი და თან სულ 5-ვე 5 წლოვიანი. ერთი სიტყვით ძალიან კარგი ადგილია, 7. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ეხლა ძროხა მიყურებს თვალებში, იყო თან ძალიან ცუდად. მიადრიალო. მოვსევ გაიხედა. და ამ 7 ადგილის ფონზე არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ. ამ ხის ფონზე შეგახსენებთ, რომ 5000 გამომწერზე ვაპირებთ მთელი საქართველოს ფეხით გადაკვეთას. კახეთიდან წავალ და დასავლეთით ზღვაზე მივალთ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვიდეო საქართველოში, რაც კიდევ მეზადებულა და აქამდე რაც გვაშორებს ერთადერთი თქვენი გამოწერაა. არც ერთხელ ტრანსპორტს არ გამოიყენებთ, მხოლოდ ვიქნებით ფეხით. და რამდენი დღეცა უნდა დაგვჭირდეს ამ ყველაფრის გამკეთებლები ვართ. საშუალოდ გათვლილი გვაქვს, რომ 2 კვირამდე ან ცოტა მეტი დაგვჭირდება და მხოლოდ გამოწერა გვაშორებს მაგ ყველაფრამდე. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამ ვიდეოს გადაღების. ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაინც შემართებით ვართ. და კომენტარებში დაგვიწერეთ, რამდენად მოგკანთ ეს იდეა, ან რაიმე ადგილას ხო არ გავიაროთ, საინტერესო ადგილი თუ იქნება ამ ვიდეოს გადაღების მომენტში, როდესაც საქართველოს გადავკვეთავთ. ჯოჯოხეთი. იგივე თესიუს ბიბლიოთეკა. ახლა ვართ ბიბლიოთეკასთან, შეგნით შესვლა გვინდა. მაგრამ სახეებზე როგორც დავაკვირდით, ხალხს ძალიან ნაწყენი ხალხი გამოდიოდა და მგონი ფინალური გამოცდები მიდის ახლა. ამ შენობაში მეც პირველად ვარ. იდეა შეგიძლიათ ხოლმე ეს უნივერსიტეტების შენობებში შეხვიდე და დაათვალიეროთ. თან თუ სადმე ჩაბარება გინდათ მით უმეტეს. ეხლა ისეთ ადგილებში დავდივართ, თითქოს სიარული რო არ უნდა შეიძლებოდესო. რაღაცნაირად აი გეტოს გავსახაურობა. მოდი, ჯოჯოხეთი მაგით უქვია. მოდი. ჯოჯოხეთი. ხანდა. ეს ოთახი ხე ჯოჯოხეთს არ გავს. აი ფანჯრიდან რო იხედებოდი გავდა. ეხლა გონი რომ საერთოდ შეპარულები ვართ ქარხანაში. გადაგივართ. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი იყო იქ. წაიკითხე. ხო. შემერთ მოვიდა ხო ინტერნეტად. ბრახუნის ხმა გავიგონე, უკან გავიხედე და მიშხანებოდა. მეტი ინფორმაცია ეს კამერამენი ყავს. თითო ვიდეოში ერთ რაღაცას იპოვით აუცილებლად დამახასიათებელ ძალიან წაქცევას ან დაჯახებას. ამ ადგილს კომენტარების აქ ხა წაგიკითხოთ. ახლა წაგიკითხოთ ელენეს კომენტარს. ბოტასა მიყვარს, ის ძალიან კეთილი ადამიანია. ხანდახან შპარდალკას მყარავს, მაგრამ მაინც მიყვარს. მშვიდობა იყოს. საბას კომენტარი. რეკომენდირებულია. საუკეთესო კოალები ყავთ. კოალა მე ვერ ნახე ვერ. არ ვიცი. არადა საინტერესო იყო. მე ბოტასას ვერ ნახე. ხო, ბოტასა და კოალა სანახავი ყავს. ორივეს უწერია 5 ვარსკვლავი. ხო, შეფასება კარგია, ჯოჯოხეთს. მოვედით ეშმაკის სახლში. როგორ ახლა? ახლა ვდგავართ ეშმაკის სახლში. დელისთან ვართ ეხლა და ავი, განსაკუთრებული არაფერი. დავათვალიერეთ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდით, მაგრამ ერთი უბრალოდ სახლია, სავარაუდოდ ვიღაცა რაღაც გამო გამწერდა და დააწერა. თქვენ შეგიძლიათ მოზებნოთ და ნახავთ მაპზე ყველა ადგილს, რომელიც განახეთ და კიდევ განახეთ. შეფასება უწერია? არა. ესეთი საინტერესო რაღაც ვიპოვეთ ამ კორპუსთან. არაფერს არ ველოდით, მაგრამ რატომღაც შუა კორპუსის გვერდზე დგას ანძა.